რუსეთის ვიცე-პრემიერის აღიარება ალექსანდრ ნოვაკი აცხადებს, რომ ქვეყანაში საწვავის დეფიციტია და ბენზინგასამართ სადგურებზე რიგებიც ამის შედეგია. ნოვაკის თქმით, ნავთობ გადამამუშავებელ ქარხნებს უკრაინული დრონების თავდასხმის გამო რემონტი სჭირდება. უკრაინა ოკუპანტების ნავთობ საწარმოებს ყოველდღიურად უტევს. ზელენსკის განცხადებით, დრონებმა ციმბირამდე მიაღწიეს და დაარტყეს ომსკის ნავთობ გადამამუშავებელ ქარხანას. უკრაინიდან თითქმის 2500 კილომეტრის დაშორებით. ევროკავშირი უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ახალ ფაზას იწყებს. ორივე ქვეყნისთვის მე-6 კლასტერის გახსნას მხარი ყველა სახელმწიფომ დაუჭირა. ევროკომისია მიიჩნევს, რომ როგორც უკრაინა, ისე მოლდოვა ტექნიკურად მზად არიან ყველა მათგანის გასახსნელად, რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო ნაბიჯების განსაზღვრა პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული. ჩინაგან საქმეთა სამინისტროში ახალ თანამდებობაზე ირაკლი ჩიმაკაძის დანიშვნას მალხაზ მაჩალიკაშვილი ეხმაურება. ის აცხადებს, რომ მისი შვილის მკვლელობა პოლიციის ამ მაღალ ჩინოსანს უკავშირდება. მთელ საქმეში დამნაშავე და მკვლელობის ავტორი არის ირაკლი ჩიმაკაძე, აცხადებს მაჩალიკაშვილი. სოციალურ ქსელში ოცნების პროპაგანდისტ ნინო ჯღარკავას შეურაცხყოფის საბაბით მუსიკოსი მაია დარსმელიძე 2800 ლარით დააჯარიმეს. 6000 ლარიანი სანქცია დაეკისრა ვახოს ანაიასად. ჟურნალისტ პაპუაშვილისა და ბოჟაძის შეურაცხყოფას ედავებოდნენ.